ის რა ზოგადად ქართული ოცნება ყოველთვის ესეთ საარჩევნო იმაში იმყოფება კამპანიაში, მაგრამ მე მგონი ახლა განსხვავებული შემთხვევაა ის რაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მათ თავს ხდება, მე მგონი ეს აიძულებს ქართულ ოცნებას რომ აკეთოს ეს აბსოლუტურად გიჟური განცხადებები. ისინი იმყოფებიან საერთაშორისო იზოლაციაში, ისინი არიან სანქცირებული, ისინი არიან საერთაშორისო კეთროვანები, რომელსაც მართლა ხელს არავინ არ თმევს, უფრო მეტი სანქცია კიდევ გზაშია. ორი კანონ პროექტი რეგისტრირდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, რაც სამართლებრივად, თვისობრივად, საერთოდ სხვა მდგომარეობაში გადაიყვანს ქართულ ოცნებას. ანუ ამერიკის შეერთებული შტატების კანონი იქნება, რომელიც ფედერალურ სამსახურებს აუკრძალავს ყველანაირ ურთიერთობას ქართული ოცნების წარმომადგენლებთან. მე მგონი ეს არის აიმ საერთაშორისო რეაქციის გამოძახილი, რასაც ადგილი აქვს ბოლო პერიოდის განმავლობაში. ქვეყნის შიგნით მათ არ აქვთ ლეგიტიმაცია, ხედავთ რომ დღეს 53 დღე იქნება, თუ სწორად მახსოვს პროტესტის, ეს პროტესტი არ წყდება, არც თბილისში, არც საქართველოს სხვა ქალაქებში. ვნახეთ როგორი პროტესტია ბათუმში, ხედავთ რა ხდება ქუთაისში, ზუგდიდში, წალენჯიხაში, თელავში, ყველგან. ხო და არ აქვთ ლეგიტიმაცია არც ქვეყნის გარეთ ყველა ის ქმედება, ის კონკრეტული ნაბიჯები უკვე და არა მხოლოდ განცხადებები, აქამდე განცხადებებს ვისმენთ, ახლა უკვე კონკრეტულ ნაბიჯებზე გადავიდა საერთაშორისო თანამეგობრობა, მიუთითებს იმაზე, რომ ქართული ოცნების საერთაშორისო ლეგიტიმაცია არ არსებობს, მათ აქვთ მიტაცებული არჩევნები და ჭირდებათ ანუ თქვენ ფიქრობთ ლეგიტიმაციის კრიზისის შესავსებად ჭირდებათ მსგავსი ინიციატივები? კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მოქალაქეებისთვის ჭირდებათ რომ გადააგდონ რაღაცა ისეთი დეზინფორმაცია, მოიტანონ რაღაცა ისეთი პროპაგანდა, რომელიც შემოიტანს უფრო მეტ დაბნეულობას, ხოლო საკუთარი მომხრეებისთვის, იმისთვის რომ ეს მომხრეები არ დაეფანტოს, იმისთვის რომ მომხრეები დააწყნაროს, რომ თითქოს არაფერი მათ თავს არ ხდება, ამისთვის სჭირდება აი რაც გუშინ გააკეთეს, რაც დღეს გააკეთეს, ეხლა წარმოუდგენელია 2025 წელია და ისინი საუბრობენ პარტიაზე, რომელიც ხელისუფლებაში იყო 2003-დან 2012 წლამდე. საუბრობენ პარტიაზე, რომლის სახელსაც ყველაზე დიდი რეფორმები უკავშირდება ამ ქვეყანაში. ახლა ვინ უნდა დაარწმუნონ იმაში, როცა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოვიდა ხელისუფლებაში, პენსია იყო 14 ლარი, იყო გაყინული თვეობით და არ გაიცემოდა, ხო? ეს პენსია გახდა 10 ჯერ უფრო მეტი, როცა ნაციონალური მოძრაობა არ იყო ხელისუფლებაში. ქვეყანაში იყო კორუფცია, იყო კრიმინალი და დატოვეს იუსტიციის სახლი და ნული კრიმინალი. არ მინდა ამ იმაში, რა ვქვია, ამ ჩამონათვალში აღარ მივდივარ. მესმის, რომ ახალგაზრდებს ეს ყველაფერი არ უნახავთ და არ ახსოვთ. არ იციან როგორ ხდებოდა მაგალითად უნივერსიტეტებში ოცნება ამბობს რომ ახალგაზრდებს სხვა რაღაცები არ უნახავთო და ამის შესახსენებლად გვინდა ეს ყველაფერი ოცნების არგუმენტი ერთ-ერთი ეს არის ძალიან ცუდია რომ ჩვენ არაფერს ვაკეთებთ იმისთვის ჩვენ სამწუხაროდ ზოგადად არ გვიყვარს საკუთარი თავის კვლევა არ ვასწავლით ნორმალურად სწორად ჩვენსავე ისტორიას ხო ახალგაზრდებმა არაფერი იციან რა ხდებოდა ვარდების რევოლუციამდე, როგორი იყო საქართველოს ვარდების რევოლუციამდე, ხო? მე აქედან გამომდინარე, ადვილი ხდება ხოლმე აი რაღაცა ისეთი დახვეწილი პროპაგანდისტული ხრიკებით ადამიანების შეცდომაში შეყვანა. ანუ ახლა ჯერტი ამ ერთპარტიულმა პარლამენტმა, ეგრეთ წოდებულმა პარლამენტმა, თვითმარქვია ხელისუფლებამ, რა დოკუმენტიც არ უნდა დადოს ახლა იმას, ან რა ძალა ექნება, ან რა უნდა და თავიდანვე ეს კითხეთ საკენკთან ერთად ეს მაინც ხომ არ არის საარჩევნო მიზნებისთვის განკუთვნილი, იმიტომ რომ აბა ომი გინდათ, ნაცების გასამართლება, ეს ტექსტები როგორც წესი ოცნებისთვის უკავშირდება საარჩევნო მიზნებს. წელს არის არჩევნების წელი, კალენდარულის, მაგრამ ოპოზიციის გეგმები ამ 25 წლის არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენ არ ვიცით, მაგრამ
ამაზე საუბრის დაწყება შეიძლება თუ არა მეანიშნებდეს გარდა ხელახალი არჩევნებისა არ განიხილება არანაირ შეუძლებელია რამე არჩევნებზე შეიძლება იყოს საუბარი იმ ქვეყანაში, სადაც არჩევნები არის გაყალბებული, სადაც ძალაუფლება არის მიტაცებული, სადაც ხალხის ნება არის მიტაცებული, რა არჩევნებზე შეიძლება დღეს საუბრობდეთ საქართველოში. ორი მოთხოვნა, რომელიც აქვს საზოგადოებას, რომელიც აქვს პოლიტიკურ პარტიებს, ეს არის ადამიანების, რომლებიც მძევლებად ყავს აყვანილი ფაშისტურ რეჟიმს, ამ ადამიანების განთავისუფლება და ხელახალი არჩევნების ჩატარება. ხელახალი არჩევნების გარეშე ადგილობრივი თვითმმართველობის ან არც ერთ კალენდარულ არჩევნებს თქვენ არ განიხილავთ? არა შეუძლებელი მე პირადად არ განვიხილავ და ვიცი რომ იგივე აზრი არის ზოგადად მთლიანად ოპოზიციურ სპექტრში. კი ბატონო, საინტერესო არის, რა თქმა უნდა, ამაზე ლაპარაკი ადრეა ჯერ ბუნებრივია, მაგრამ ოცნება ისე ალაპარაკდა ამ ტრადიციული გზავნილებით, რომ დიახ ესე შემოგდებულია რომ ეხლა ყურადღება გადავიტანოთ სხვა რამეზე და მოდი ეხლა მოვემზადოთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის თითქოს საქართველოში არჩევნები ტარდებოდეს. რა თქმა უნდა ესეც არის ისევ მორიგი პროპაგანდისტული ხაფანგი რომელშიც ეხლა ისევ ცდილობენ რომ ვიღაცეები შეიტყვონ. მე არ მგონია ქართულ საზოგადოებას რომელიც 42 დღეა დღეს 53 იქნება დგას ქუჩაში ამ ქვეყნის აბსოლუტურ უმრავლესობას და ქვეყნის გარეთაც საერთაშორისო პარტნიორებს არ მგონია უკვე დაუგროვდათ საკმარისი გამოცდილება, საკმარისი ტყუილები ნახეს ქართული ოცნების მხრიდან 12-13 წლის განმავლობაში იტყვებიან. არ მგონია რომ ეხლა ესეთ სატყუარაზე ვინმე შეიძლება წამოეგოს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა გია ჯაფარიძე იყო ჩვენი სტუმარი, ის პასუხობდა ჩვენს კითხვებს და მე